მოგესალმებით. მინდა ვისაუბრო შემდეგ რაოდენობით ზეცერთავ სახელებზე. Much, many, few, little, a lot of. Many ნიშნავს ბევრს, ხოლო few ცოტას, რამდენიმეს. Many და few გამოიყენება მრავლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან. მაგალითად, many friends, ბევრი მეგობარი, few cars, რამდენიმე მანქანა. Much ნიშნავს ბევრს, ხოლო little ცოტას, რამდენიმეს. მაგრამ much და little, many და few-სგან განსხვავებით იხმარება უთვლად არსებით სახელებთან. უთვლადია არსებითი სახელები, რომლებიც არ ითვლება. უთვლად არსებით სახელებს განეკუთვნება ნივთიერებათა არსებითი სახელები და სხვადასხვა ცნებები. Much money, ბევრი ფული, little time, ცოტა დრო. A few, a little ნიშნავს ცოტას, რამდენიმეს, მაგრამ სამყოფს. განვიხილოთ მაგალითი. ვთქვათ, ერთი ადამიანი ამბობს. Let's go and have a drink. მოდი რამე დავლიოთ. ხოლო მეორე პასუხობს. We've got a little time before the train leaves. ცოტა დრო გვაქვს მატარებლის გასვლამდე. აქ იგულისხმება, რომ იმდენი დრო გვაქვს, რომ რამის დალევა მოვასწროთ. მაგრამ ამ ადამიანს რომ ეთქვა We've got little time before the train leaves, აქ იგულისხმება, რომ იმდენად ცოტა დრო აქვთ, რომ ვერაფრის დალევას ვერ მოასწრებენ. Much და many უმეტესად გამოიყენება კითხვითა და უარყოფით წინადადებაში. მაგალითად, Do you have many friends? ბევრი მეგობრები გყავს? We didn't spend much money. ჩვენ არ დაგვიხარჯავს ბევრი ფული. მტკიცებით წინადადებაში გამოიყენება a lot of და lots of, როგორც უთვლად არსებით სახელებთან, ასევე მრავლობით რიცხვში მდგარ არსებით სახელებთან. მაგალითად, a lot of time, a lot of money, a lot of friends. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც much და many გამოიყენება მტკიცებით წინადადებაში. ეს ხდება მაშინ, როდესაც much და many-ს წინ უსწრებს შემდეგი სიტყვები. As, so, to. მაგალითად, she read as much as she could. მან წაიკითხა იმდენი, რამდენიც შეეძლო. They drank too much wine. მათ ზედმეტად ბევრი ღვინო დალიეს. He has so many jobs that he can't find any free time. მას იმდენი სამუშაო აქვს, რომ თავისუფალი დრო არ აქვს. სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით.